ეთნოპოლის შემოქმედებითი ჯგუფი თბილისს სტუმრობს, სადაც ჩვენი მასპინძელია, ჩვენი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსი, მე ვიტყოდი უნიკალური მუსიკოსი, დიმიტრი ქისიშვილი და ჩვენი საუბარი დიმიტრისთან მინდა დავიწყო იმით, რომ რატომ ვარ დღეს თბილისში და არა იქ, სადაც უნდა ყოფილიყავით. გამარჯობა დიმიტრი. გამარჯობა. მადლობა მასპინძლობისთვის. პირიქით ძალიან დიდი მადლობა დაინტერესებისთვის პირველ რიგში და რა თქმა უნდა სტუმრობისთვის თბილისი ახსენე. ამჯერად ჩვენ გვიწევს თბილისში შეხვედრა, თუმცა ბევრად უფრო კარგი იქნებოდა და ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა ჩვენ შევხვედროდით ჩემ ხეობაში, ქსნის ხეობაში, კერძოდ ახალგორში, სამწუხაროდ ჯერჯერობით ოკუპირებულია, თუმცა მაქვს იმედი და რა თქმა უნდა წყალობა ღვთისა, როცა იქნება, ჩვენ დავბრუნდებით აუცილებლად, მე დავბრუნდები ჩემ ხეობაში და იქ გიმასპინძლებთ უფრო მასშტაბურად და უფრო ღირსეულად მოვიგონოთ. აი დავიწყოთ შენი ბავშვობით და რა თქმა უნდა პაპასთან ურთიერთობით. ნუ აი პაპაც, ესე იგი ჩემის მამა, იქიდან არის. ახალგორის რაიონის სოფელი ბოლი არის ჩვენი სოფელი. ეს არის რაიონთან ახლოს, დაახლოებით 3 კილომეტრში არის ხიდიდან. თუმცა ჩემი წინაპარი ჩამოსახლებულია ყელის ტბის ძირიდან, გეხავი არის ჩვენი სოფელი. ის არის მაღალმთიანი რეგიონია და მე უკვე გეხავითანაც ამ ბოლში ჩამოვიდნენ, იქ დასახლდნენ. პაპა ჩემის მამა ჩამოვიდა უკვე და ის დასახლდა ვასო მეტსახელად ქუცო, რომელიც ეხლა ხანს აღმოაჩინეთ, რომ მეორე მსოფლიო ომში იყო დაკარგული და ქერჩი აღმოაჩინეთ, ასე ვთქვათ, მისი სახელი და გვარი. რაც შეეხება ჩემს იქ გატარებულ დროს, აი რასაც აქ უყურებ დაუშვათ, უფრო ამ მხარეს რა, გარმონის მხარეს, ეს უკვე მუსიკალური თვალსაზრისით მამა ჩემის მხარეა, იმიტომ ეს პაპა ჩემის გარმონია, მის მიერ ნაჩუქარი გარმონია, ის უკრავდა 17 წლის იყო, როცა ეს გარმონი ქონდა, უკვე საუკუნოვანი გარმონი არის ეს. ეს ყოველთვის იყო სახლში, ყოველთვის ქონდა ამის ინტერესი, მაგრამ ახლა დაბალ ასაკში, პატარა ასაკში ის დღესაც ძალიან რთული დასაკრავია ეს. და რაც შეეხება იმ მთის იმ ხაზს, იმ გავლენას, რა მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მე არ ვარ ტრასის მომღერალი, როცა ამას უკრავ. მე ვარ აი აბსოლუტურად სუფთა მთის მომღერალი მაგ მხრივ, იმიტომ რომ ჩემში თავიდან ბოლომდე ორგანული არის ყველაფერი, თითო ბგერაც კი ამოღებული ხმაც არის ორგანული, აი გამკივანი ამბავი. ზოგადად მთის ხალხს ეს მოხევეები იქნებიან, ხევსურები, მთიულები, თუშები თუ ასე შემდეგ, აი ბებია ჩემსაც, დედა ჩემის დედას, ოდიშვილია, მოხევეა, სიონელი რა და დაბალი რეგისტრის ხმა აქვს. აი ეს სასაუბრო ხმები არის დაბალი რეგისტრის ხმები. ბიძაჩემებიც აი სულ დაბალ რეგისტრში საუბრობენ რა, მაგრამ როცა ქედზე ყავს დაუშვათ ფარა გაშლილი და მოპირდაპირე მთაზე ხედავს ასე ფარას წყემსთან ერთად, ფარა თეთრია და თუ ნადირი უახლოვდება ის მუქად ჩანს და ამიტომ ესენი ერთმანეთს გადაძახილით ატყობინებენ, რომ გაფრთხილდეს, რომ ნადირი არ შეუვარდეს იმაში და ეს დაბალ რეგისტროვანი ხმის პატრონი მამაკაცი ისეთი გამკივანი ხმით იწყებს შეძახილს, აი როგორც ზარებს და ასე ვთქვათ იმაზე რა ვიცი, ციხე კოშკებიდან ცეცხლს რო ანთებენ, აი დაახლოებით ეგ წარმოგიდგება რა თვალწინ და ის უკვე გაფრთხილებულია და თუ დაუშვათ ვერ გააგებინა, ნუ ყველას აქვს რა, ის რა ქვია სანადირო თოფი და ის თოფი ნუ ხა მთაში ეკო დიდია და თოფს როგორც კი გაისვრე, ეგ ნიშანია იმისა, რომ რაღაცა ხდება. აი აქედან მაქვს ეს ყველაფერი აღებული, იმიტომ რომ მე ღრმა ბავშვობიდან, ჯერ აი 4 წლის ვიყავი მაგალითად დამოუკიდებლად მარტო რომ გავიპარე და დაბმული ცხელი, რომელიც ცხენზეც ბიძაჩემის გარდა ვერავინ ჯდებოდა, მე შევჯექი. ეს ინტერესები მქონდა. 6 წლიდან ხვარში დავდიოდი, ჩვეულებრივად, აი როგორც დამბილი ჭეშმარიტი წყემსი, ჩექმაშიც კი მაგას მწყემსურად და სამხედრო ენაზეც პარტიანკებს ეძახიან რა, წინდა კი არ მეცვა. პარტიანკები მქონდა გადაკრული ფეხზე და აი ბოლომდე ვიყავი იმ ტყავში, ასე ვთქვათ, შესული და თავიდან აი საფუძვლიანად მაქვს, მადლობა ჩემს 4-ვე ბიძას, რომ აი საფუძვლიანად შემა ვიღაცამ დაუშვათ მასწავლა კარგი თიბვა. ერთხელ სათიბში მე და ბიძა ჩემი თიბავთ და ბებია ჩემი ჩამოდის სათიბში, უნდა ჩამოიტანოს ის რა ქვია, შუადღის ადგილი. ჩამოიტანა ბრინჯი და ავიწყდა ბებია ჩემს ასე ვთქვათ ის კოვზი და ჩანგალი და მაშინ გამოთალა თხილის ტყე არის ჩვენთან, თხილისგან ჯოხები გამოთალა და მაშინ ეს იქნებოდა ალბათ 9 წლის ვიყავი, რომ თხილის ჯოხებით ეს ჩინურად ვისწავლე, ბიძაჩემს სამხედროში ქონდა ეს ნასწავლი.
ხო და ბებია ჩემი რო ჩამოდის ამბობს მესმის მისი ხმა რომ რამაზი შვილო აგრემ შენგენა ცვალობა დედა როგორი მხრეულები ჩაუტანია მხრეული არის ნათი რა იმიტომ იქ ბალახი არ უნდა დარჩეს ერთი ღერი ბალახი ისე უნდა გათიბო რა და რო ჩამოდიოდა ამბობდა რა რამაზი შვილო შენგენა ცვალოს დედამ როგორი ნადის რა ეს ლექსად ამბობდა თუ მელოდიით ამბობდა ეს ელაპარაკობს რა აგრემ შენგენა ცვალობა დედა როგორი მხრეულები ჩაუტანია აბა უყურე და რო ჩამოიო რამაზიმაც ხო გაიგო ახლა ეს ჩემი ისა ბებიაჩების თქმა და ეუბნება ბებიაჩებს რომ ჩემები იქეთ არისო ეს დიტომ ჩამოიტანაო და აი იმის მერე შეუყვარდი ბებიაჩებს კიდე განსაკუთრებულად რა სოფელშიც ახლა მახიარე დედაჩემის სოფელი არის მახიარეთი რატო ქვია მახიარეთი მტერი რო შემოსეულა სოფელს ჰქონდა ერთი დიდი ისა ციხე კოშკი სადაც შეხიზნეს მოსახლეობა და ნაწილი ამ ხედრებისა და მეომარი ხალხისა დარჩენილად გარეთ და ეს ოსმალო როგორც კი შევიდა ამ ხმაური დაიწყეს ციხე კოშკიდან მაცხოვრებლებმა და ამათ იგულისხმეს რომ ამ ციხე კოშკში არიანო რა და მიუახლოვდნენ ციხე კოშკს და ესენი უკნიდან მივიდნენ და ეგრევე მუსრი გაავლეს და ერთ-ერთი ვინც დარჩენილა იმას უთქვას რომ მახე დაგვიგესო რა და აქედან დაერქვა მახე არეთი დაერქვა და მე გადაკეთდა უკვე ლიტერატურულში წამოვიდა მახიარეთი აი მთელი ჩემი ბავშვობა ასოცირდება ამ მხარესთან ეს არის ნუ სოფელი ჭალიდან რო ახვით დაახლოებით 8 კილომეტრია მანქანა იშვიათად არის აი ესეთი სპეციალური მანქანები სამხილიანი ორხილიანი მანქანებია საჭირო რომ იქ ახვიდე ძირითადად ცხენი და ასე შემდეგ და იქედან მე უკვე ჩვენი საძოვრები სადაც არის ამ სადაც მწყემსებს ცხარი ყავთ ის უკვე ალპური ზონა არის და მე რო ავდიოდი სოფელში პირველი 3 დღე ბიძაჩემები მაჩერებდნენ სახლში რომ ეგრევე არ შეიძლება აკლიმატიზაცია იმიტომ რომ შეიძლება გაცივდე იმიტომ რომ იქ რო ავდიოდი იქ გვეძინა ბინაში ან ცხარში ფარაში ნაბათში და შესაბამისად ეგრევე რო ავსულიყავი აუცილებლად გავცივდებოდი ამიტომ ის 3 დღე იყო საჭირო რომ კლიმატს შევგუებოდი და მე მივდიოდი და აღარც ჩამოვდიოდი სოფელში სულ იქ ვიყავი იქ ხდება რაღაცა საოცრებაა რა იქ ყველაფერს სწავლობ რა ადამიანი იძერწები ადამიანი კაცი იძერწები როგორც კაცი პლუს ამას ეხლა კაცები აკეთებენ დიდ საქმეს ქალებიც მათ შორის აი თანაბარია რა თითქმის სიმღერაც არის ესეთი ხო თუშების სიმღერა შენავინ კითხავს დიაცო თოფისასა და ხავლისასა შენ უნდა ეჭდე აკავანს არ უნდა იგსოვდე კი არის ეს ქალის საქმე რო აკავანთან ჯდომა შვილის დაძინება და ასე შემდეგ აღზრდა გაზდა შვილისა მაგრამ ქალებსაც აი ზუსტად იგივე შრომა და ჯაფა უწევთ და ისეთივე ფიზიკური მძიმე შრომა. ხო, ისეთივე საერთოდ ისა დღეს ხო არის ის რა ქვია გენდერული ამბავი. იქ აბსოლუტურად დაცულია ეს ყველა. აი თანაბარია ეს ყველაფერი. იგივე მამაკაციც დაუშვათ ცხარს რომ მოუწველიდით, ჩვეულებრივად წველი და ბიძაჩემი ცხარსაც, საქონელსაც და შემდეგ და ყველი მას ამოყავდა. მისგან ვისწავლე ბუდის ყველის ამოყვანა, ცხრის წველა მათგან უпроსორად რა ეხა 4 ბიძა მყავს იქეთ და აი 4-ვეს ხო დაუშვათ რამაზიზე თქვი რომ ეს თიბლა თამაზი მასწავლე და ეს იყო მთელს ხეობაში ყველაზე მაგარი ასე ვთქვათ ცხენოსანი აი მის ცხენი იყო ვის ცხენზეც შევჯექი ხო პირველად და მე თქვა რომ ჯობია მევასწავლო ვიდრე ეს კიდე გამეპაროსო თან ყველა მთელი ჩემი ნათესაობა მომსგავსებს ერთ-ერთი თამაზის ვიზუალურადაც ხასიათობრივადაც აი ყველასგან გამორჩეულია და ერთი იყო ძალიან კარგი კაცი, ცხონებული, ლენტო თამარაშვილი. აი ეს ორი ადამიანი იყო, ლენტო უფრო ხცოვანი იყო და შენ წარმოიდგინე ინსულტმა დაარტყა და ჰქონდა გაშიშებული ხელფეხი. მაგრამ ესეთი ხელფეხით, გაშიშებული ხელფეხით ცხენებს ხედნიდა. მეორე ბიძაჩემი იყო ახალგაზრდა, რომელიც ცხენებს ხედნიდა და მე უკვე ბიძაჩემთან თამაზისთან ერთად უკვე მე ვიყავი დამხმარე ცხენების გამხედრად. მუსიკა სადისმოდა და აი როგორ ისმოდა, აი რამ მდგომარეობაში იყო, იმიტომ რომ ყოფა ეხა ისე კარგად მოყევი, რომ ეს რა თქმა უნდა განაპირობებს შეს მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში და ძალიან გეხარება, მაგრამ აი სადისმოდა. აი ახლა გეტყვი რა კარგი ფერებია რა. როდილი დაუშვათ ცხარი გარეკე, საძოვრად საღამოს რო ბრუნდები იქ რო უკვე შებინდება რო დაიწყება რაღაცნაირი ის არის რა ქვია ის სასიამოვნოდ საყურებელი და სასმენია ბუნების ხმები. მე იქ უკვე რო ცხარს რო დააბრუნებ
და დააბინავებთ სხვა არს, ხო? აბსოლუტური სიჩუმეა, მარტო ფათიფუთი ისმის იმის რა, რაღაცას რო გადაალაგებ, გადმალაგებ, მე უნდა ივახშმო. და უკვე ბინდია რა, აი კარგი ბინდია და სადღაც ეს ბგერები ყველაფერი რა თქმა უნდა, სადღაც დაუშვათ უკვე იქ დაწოლი უცხარში ერთი ცხარი იტყვის. გამიგე? მერე მეორე აყვება, მერე გაჩუმდებიან. ამ დროს იქთან ვახშმობ, თან იქ რაღაცა ორნახადი ჭაჭა არის. ხო, საღამოს რო კარგად დაიძინონ და მერე იქ ბიძაჩემი ერთი ფანდურს გადმოიღებ და რაღაცას კარგს დაამღერებ და ოღონდ იქ არ ჭირდება უკვე ამ ბინდში ისეთი იდუმალება და სიჩუმეა რომ აი ზედმე მაღალი ბგერები და ისინი არ გჭირდება. მაღლა რო იმღერო, აი მაღალ რეგისტრში, მაღალ ტონალობაში რო იმღერო, იმხელა ეკუარ სულ გაავიძებ ყველაფერს და არ უნდა გააფუჭო ეგ. დაბალ რეგისტრში აი უნდა იღიღინო და იმ ღიღინს აქვს რაღაცა განსაკუთრებული ფერი. პლუს აი ბინდი წარმოიდგინე და პლუს ამ დროს შენ რო ღიღინებ და ცხარი რო ყვევ. უკვე ხასიათია, უკვე უკვე რაღაცა ტილო დაიხატა რა. ნუ ამას მე ერთი ბიძა დაუშვათ ფანდურს დაუკრავ და მეორე სალამურით აყვებოდა. და მე ღიღინებდნენ, ღეროდნენ, ახლა ერთ-ერთს განსაკუთრებულად უყვარდა, კი არა და უყვარს. ქისტერო მაციხე კატეხეს. ეხლა მე რო ამ სიმღერას დაუშვათ საკონცერტო ვერსიად გამოვიტან სცენაზე, იქ ვიმღერებ აი რა დიდი რიხით რა. მიკროფონთან და იქ არ ჭირდება როგორც წეღანთქი რა. იქ აი პიანოზე 9 პიანოს ვეძახით მუსიკალურად რა. ბოლიადინეს თაზე და გამაიყვანეს ლამაზი ცრემლია დინეს თვალზე და მე უკვე ნელა იმაში შედის რა ქვია ეშხში რა და უკვე გაბრაზებული მთიულის ხასიათს ხატავს ბიძაჩემი რა რომ შემაეყარათ თიული გაბრაზებული სხვაზე და საით მიგიდით ეკალი ნებავინ მოგცა ეჭხუბება რა თან ეს ყველაფერი იმ სიჩუმეში უნდა ხელი დრამატურგია ხასიათია რა და ეს რომ მოგაკ იქედან და მით უმეტეს თბილისში უკვე აქ სახში პაპისეული ეს გარმონი რო გაქვს არ შეიძლება რომ თუ მუსიკალურად ხარ ღვთისწყალობით დაჯილდოვებული ხო ესენი უკვე შენში იღვიძებს რაღაცა და გიჩნდება ინტერესი რომ ადგილ და შეისწავლო. ამ ნაწილს რითი დავასრულებ, იცი რა უკვე მთელი ეს სამთვიანი ის რო დაასრულდებოდა ჩემი ხო ვოიაჟი. თბილისში რო ბრუნდებოდი, ესე იგი მალევე მეწყებოდა მთის ნოსტალგია. ამიტომ რა შვრებოდი რომ ტანსაცმელი რომლითაც უნდა წამოსულიყავი, ხო ჩავიწმედი და შევდიოდი ფარაში. აი ესე სულ გავივლიდი ცხრებთან კარგად შევეზილებოდი ყველას, ამით ჩამოვიდოდი და ამას რო გამოვიცვლიდი ამ ტანსაცმელს დავკეცავდი და დედაჩემს ვაფრთხილებდი რომ არ გაერეცხა. და როგორც კი ნოსტალგია, ნოსტალგიის ტკივილი რო დამეწყებოდა, მივდიოდი და იმ ტანსაცმელს ყველაფერი გახსენდა. ხო, აი იმ ტანსაცმლის სუნით უკვე მშვიდდებოდი, წყნარდებოდი, თორემ მართლა ფორიაქი მეწყებოდა და საკმაოდ კარგად წერდი თემებს სკოლაში. ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგი მყავდა, აი საოცრება ქალბატონი, რომელმაც სიგიჟემდე შემაყვარა ქართული ენა და ლიტერატურა, ეს გახლდათ ჟუჟუნა გოგოჭური, ისიც მთის ქალი. მოხევე მყავდა სკოლის დირექტორი ნათელა ჩქარეული და აი ჩემ თევზივით ვიყავი წყალში. და ამიტომ თემებს რა ჩემი ზაფხულის არ დადეგებს რომ წერდი აი ხა რასაწყობი ამას თუ წერდი გადაიღებოდა შენ. იმდენად საინტერესო იყო სავარაუდოდ. ნუ რა თქმა უნდა იქნებოდა ჟუჟუნას, მე სხვა კლასებს უკითხავ და ჩემიერ დაწერილ ამ თემებს რა და აი ნახე რა ხდება სკოლა რო დამთავრდებოდა მაისის თვეში. საბავშვო ანსამბლში მღეროდი და ეს ანსამბლი ყოველთვის მიდიოდა სადღაც ფესტივალზე უცხოეთში, მთელი ევროპა მოვლილი მაქვს. და ნუ ეს წასვლა რა მაისის თვეში იყო ორკვირიანი. ჩავიდოდით და რო ჩამოვიდოდით, მე უკვე ეს ჩემი ანსამბლის ბავშვები გადანაწილდებოდნენ, ვიღაცები აგარაკზე მიდიოდნენ, ვიღაცები ზღვისპირეთში მიდიოდნენ და ასე შემდეგ. ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო რა, რომ ოღონდ მალე ჩამოსულიყავი იმ ევროპიდან, ვერ გამაკვირვებდი ვერანაირი სილამაზით, ევროპის სილამაზით, იმიტომ რომ ჩემთვის ის ორგანული რაც იყო, რაც ჩემ ასე ვთქვათ, შიდა განცდებში იყო, იქ მიმეჩქარებოდა ყველაზე. თან 14 ივნისს იწყება ჩვენთან თიბლათვე და ეს თიბლათვე მთელი სოფელი ერთად არის. ერთად იკრიბება და იქაც ეს ის არის რა, ურთიერთობები, ერთმანეთის მიხმარება, ჯერ იმის ასე ვთქვათ, სათიბს გავთიბავთ, მე იმის სათიბს გავთიბავთ. ამას რო დავასრულებთ, მე მთაში იქ ცოტა გვიან ამოდის ბალახი და
მთაში არის დაკიდებული მთებია ესეთი, საგულეებს ვეძახით, სადაც ჩვენი სათიბი იყო და შენ წარმოიდგინე, ესე დაკიდებული თივა. მქონდა ჩემი ცელი, მქონდა ჩემი გრდემლი, რანო ვერი იყო შენი ცელი? ჩემი სულ თავიდან იყო 7 ნომერი და მოჩუქურთმებული ლამაზი ტარი მქონდა. მოდი ახლა ავაშღებოთ ეს გარმონი. ეს არის ჩემი, არ ვიცი, აი ალბათ 100 წლის ხო და ახლობლად 100 წლოვანი არის და მეც ამასთან ერთად დავბერდები და თუ ჩემი შვილებიდან მე და ან შვილიშვილებიდან ვინმე დაინტერესდება და სავარაუდოდ მე ისეთი გენეტიკა მაქვს, რომ აუცილებლად დაინტერესდება, მეც ღირსეულად ისე როგორც პაპაჩემა გადმოცა, მეც ეგრე გადავცემ მათ. ესე იგი, ჩემი საქართველო რამდენად მდიდარია ყოველ მხრივ, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ბუნებაზე. მაგრამ აი ხო არის ქართული ენა, ენად, ხო? და არის მეგრული ენა, სვანური ენა, აი ერთ პატარა ლამაზ ქვეყანაში რამდენი შემავალი ენებია და არა დიალექტები. ენები. და მათ შორის დიალექტები უფრო ბევრი კიდე. წარმოიდგინე. და მათ შორის შენ წარმოიდგინე წოვათუშური როგორი არის კიდე რა. ესე იგი ერთ ამ პატარა ულამაზეს ქვეყანაში გარდა იმ ბუნებისა და რადიკალურად განსხვავებული წარმოთუშურისა. კი ბატონო და აი გარდა იმ სიმდიდრეებისა, რაზეც ხშირად ვლაპარაკობთ, წარმოიდგინე კიდე რა სიმდიდრე გვაქვს ენობრივი თვალსაზრისითაც. და ეხლა აქედან გამომდინარე იმ წოვათუშურ სიმღერას გიმღერებთ, ეს არის ეთერის, ქალბატონი ეთერის ტექსტია, ეთერ თათარაიძის და მუსიკა არის ქალბატონი ლელასი. ერთიც მინდა მოვიკითხო დიდი სიყვარულით და პატივისცემით. ჩვენ ძვირფასი ადამიანები. ყველასათვის ძვირფასი და მე ვიტყოდი ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მარგალიტები. კი ბატონო. ჯაქურდულა ჩემი პარდანო ხიცლებში გახრი ბაშტეიდ გასე საჩამოში გინისლება დახილებო იბანენ პირეს თითქოსასალე ვიც კომეც არის გადიყიდ მუფე ზესამალაჰალე დუნტეროს თაზე ოცი გადანა წყალქონდა რასკრე ოვავილისიან ვიდიმალხაზე რაია Хагира ехо а что казве Рагвер шегто би чем тбил тушето Завтрис пиртетрат акпентразве Я хаджа курдула чипаркистецада Кислებში გახრი ფაქტობრივად ყველაფერს ხედავ რა, რომ ისმენ ამ მუსიკას. ხო, აი არ დაიწყო ხო, რა ვიცი, დიდები არიან, მაგრამ რას მინდა ხაზი გავუსვეცი, აი თუმცა უკრავდი და მღეროდი აბსოლუტურად სხვა ადამიანი იყო. კიდე სხვაგვარად გარდაიქმნებოდი. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ხო გისმენთ ზეა რომ საუბრობდი. აი განცდის დონეზე ყოფას როგორ იცნობ და შესაბამისად მე რომ ასრულებ ამ ყველაფერს, აი ყველაფერი გავლენა სახდეს ამაზე და ხოდა მე რამინდა იცი ხა ხო აი შენ გარმონიას ერო არის 100 წლის. კი ბატონო. და ვიცით რომ გარმონიაში ძალიან დიდი განსხვავებაა. აი რა აქვს ამას ის ღირსება რაც არ აქვს ისაც ეს გვესმის ხშირად. მე მსგავსი ტიპის, ანუ აი ამ ჩუქურთმებით გაკეთებული ქართული გარმონები მინახავს, არაერთი ხშირად ისიც მომისმენია რომ აბსოლუტურად ხელნაკეთია ყველა
თუმცა მე ხმებში კარგად ვერ ყვევი და სპეციფიკაშიც კარგად ვერ ყვევი. ხშირ შემთხვევაში აი აქ ამ ხარეს კლავიშებში გამოყენებულია, ის იმას ქარხნულ გარმონს ვეძახით, რაც გავრცელებულია მთელს კავკასიაში. ეს არის ესეთი სახელწოდება აქვს კაზანის, სულ თეთრ კლავიშებიანია. და ხშირ შემთხვევაში ასეთი ტიპის გარმონ, ასეთი ვიზუალის გარმონებში გამოყენებულია ამ კაზანის ხმები, ხო? კი, ასე თუ ისე მაინც მიიღო ჩვენმა მთის ამბავმა ეს ხმა, მაგრამ ეს განსხვავდება იმით, რომ აბსოლუტურად ხელნაკეთი, აი თითო ბგერა, თითო ხმა, შავი კლავიში იქნება თუ თეთრი კლავიში იქნება, თითო ბგერა არის მე შემიძლია ხე დაგიშალო და გაჩვენო ყველაფერი დეტალურად. თითო ხმა არის ესე, რა ქვია, ხელით ნამუშევარი და ხელით გაკეთებული აბსოლუტურად. როგორც აქეთ მარჯვენა ხელში, ასევე ბანში ესე არის ნამუშევარი და ამ ყველა გარმონებისგან სრულიად განსხვავებული გერა და ხმა აქვს. და რაც შეეხება მე უკვე ამ გარმონს, ეხლა პაპაჩემ ძალიან ბევრი შვილი ყავს, ყველა უკრავს ამას, მაგრამ მე ხა კიდე დამეხმარა ის, რომ მუსიკალური განათლება მქონდა და ხასიათები ვიცოდი, წეღა რაც მოგიყევი ის მეხმარებოდა. ამიტომ პაპაჩემისთვის უფრო ორგანული იყო ჩემი დაკვრაც და მღერაც. მე დაიბარა ყველა თავის შვილი და ყველას გითხრა რა, ერთო ხო, იმან დაუკრა და მე ხო დიტო დაუკრავსო და მოისმინეთო და ნახოთ მე რო დაუკარი, ყველა ესე იყო რა. თარო ვიმღერე რა, პაპაჩემს ეხა დიდად ძმა არ უყვარდა, მაგრამ იმ მომენტში რა ქვია, ცოტა ჩაფენილი ქონდა და სულ სხვა ემოცია იყო, რომ დავამთავრე და აბა რა სიტყვით თქვენ ხო იცით ეხა ვისიაო და აი ეგრე გადმომეცა ეს გარმონი რა და თვითონ თუ არ უკრავდა და არ მღეროდა, მისი ორგანიზმის ნაწილი არის ეს თუშური და მთიულური და ასე შემდეგ და მე ეს რო უმღერე, მე ცრემლები და ამას რაც მოწონდა ყველაზე მეტად ეს უმღერება. ასეთი ღამე მხოლოდ მთებშია გულით მინდა და ვეღარ ვიძინე მე შენზე გარდი შამამეჩვია გულით მინდა და ვეღარ ვიძინე მე შენზე
კავკასიონის ხეები ძალიან დიდი მადლობა. ვერაფრით ვერ ვგძნობ რომ ვართ ინტერიერში და კორპუსში. ყველაფერს ხედავდი, რაღაცა მთასაც, ზღვარსაც, ადამიანებსაც, ყველაფერი იკითხებოდა და ეს შენს შესრულებაში არის, რომ იმდენად გაქვს ეს ყველაფერი, შესიზღორცებული კი არა, გძნობ ამას. გძნობ და ასე ყვები ამბათ და რა ვიცი, მადლობა შენ ამისთვის, რომ ასე კარგად მოგავს ჩვენამდე. ჩემთვის კიდევ უფრო კომფორტული იქნებოდა იქ. ის კიდევ უფრო აი როგორ გითხრა, ეხა აკროტიული ხინკალი დაგიმზადო. ვამზადო სხვა შორის ეგეც იქნება. ნასწავლი. აკრო დაგიმზადო, არ სხვა გემოექნება და იქ რო დავამზადებ აი ესე დიდ ყავში. ის სულ სხვა იქნება რა და ესე არის. ბატონო, დიმიტრი, შენ ახსენე რომ მე გავიზარდეო მრავალეთნიკურ გარემოში რა და საინტერესო ისტორიები გაქვთ ამათთან. დაკავშირებთან ენაც იცი ხო? აი ბევრი ენა იცი შეიძლება ითქვას და მათი მუსიკალური ფოლკლორი განსაკუთრებით. ხო, აი ეს ფოლკლორი არის ისეთი რამ, რაშიც უკვე ერის ან ეთნოსის ხასიათი. მუსიკაზე რაც თქვით, ბევრ რაღაცაში გეხმარება იმ ხრივ რომ ადამიანი გაიგო. ეთნოსი გაიგო, კულტურა შეგაიგო მათი, ისტორიით დაინტერესდე. აი გეხმარება რა ამით და ნუ ეხლა ჩემი ზრდის პროცესში აი ეს მრავალ ეთნოსური რაც თქვი, აი ისიც კი ჩემთვის ორგანულია რა. არ არის ის რომ აი დაუშვათ ვიღაცა დაუშვათ არის იეზიდი ან ქურთი ან სომეხი, საერთოდ არ განსხვავდება ჩემთვის. აი საერთოდ არ განსხვავდება. ისი არის ეს ყველაფერი ლამაზად მოჩუქურთმებული აი მთელ ქართულ სივრცეში. შემადგენელი ნაწილია. ზუსტად ანალოგიურად მიყვარს ის, შეიძლება ზოგი ერთად გაზრდილი ძმები ვინც არიან ჩემი, ვიღაცაზე უფრო მეტად, იმიტომ რომ აი ყველას ჩვენი ამბავი გვაქვს. რა წეგან ჩვენ საუბრობდით იეზიდებზე, ქურთებზე და აი ვახსენეთ კლოჭი. ეს არის მათი როგორც ჩვენთვის პასკა არის, მათი ქადა არის. ტკბილი ქადა არის, რითაც მოიხსენიებენ, ასე ვთქვათ, თავიანთ მიცვალებულებს. და ეს ყველაფერი, ეს ნიუანსები ჩემთვის ძალიან ასევე ორგანულია, ეს უკვე უბნიდან გამომდინარე. ხა მე რო ქართულ სიმღერებს მღერი დავუშვათ განსაკუთრებულად ამ მთის ნაწილს, ხო? ეს ჩემი უბნელები ისე ვართ ხო გეუბნები შეზრდილები რა, რომ აი ქურთი ძმაკაცი მეუნება და დიტოჯან სერჭეო მრაჰად ეს ქართულებს რომ მღერი გავიგეთ ჯიგარი ხარ, მაგრამ ჩიბიეტა რა გემართება რა. ანუ ხო არ დაგავიწყდაო, სად გაიზარდეო და ერთი ახლა ჩვენც უნდა გაგვიკეთო რა და ჩვენი მეგობარია, თქვენც იცნობთ კარგად და ასე ლაშა მინდა მოვიკითხო აქედან. ხო, მოისტრაფიშვილი. ლაშა დამეხმარა იმაში, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ ქურთული, იეზიდური ძალიან ლამაზი ფოლკლორული სიმღერა, ლობერდე, ესეთი სიმღერა არის. და ამ სიმღერაზე შევქმნით ისეთი ქართული ტექსტი, აი თბილისური ძმობის ის და ტექსტში არის ერთი კუპლეტი, რომ ჩვენი ძმობის სიმბოლო ხარ, ჩემო თბილის ქალაქო, მაძმაკაცებ ჩემს ბიჭებთან ვერ ვძლებს სულ რომ არ გაქო და მისამღერია ფანტასტიკურად მოფიქრებული რა. აუმღერდეთ, შეიძლება მისამღერე წაიმღერო ეხლა. ჯერ ტექსტს გეტყვი, აი შინაარსი რა კარგია რა, რომ აუმღერდეთ, ხელი ხელს გაუწოდოთ. ქურთების ცეკვა ხო გინახავს ეს ნეკათითებით
რა და ქართულად ამ ცეკვას ფერხული ქვია. ესე იგი ხელი ხელს გაუწოდოთ ერთ ფერხულში ჩავებად და კარგი ქოჩარი მოვცხოთ. ეს ქოჩარი სომხურიც არის, იქაც ცხოვრობენ ქურთები და ამ ცეკვას იქ ქოჩარს ეძახიან, ჩვენთან ფერხულს ეძახიან და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ესეთი შინაარსი მოვიცავით რა. ეხა როგორ იმღერება ქართულ. ჩვენი ძმობის სიმბოლო ხარ ძველო თბილის ქალაქო. ქურთებსაც კიდე თავიანთი სპეციფიური მელიზმები აქვთ, ჩახვევები, ჩუქურთმები. მაძმაკაცებ ჩემ ბიჭებთან ვერძლებს სულ რომ არ გაქო აუმღერდეთ ხელი ხელს გავუწოდოთ ერთ ფერხულში ჩავებად და კარგი ქოჩარი მოვცხოთ ერთ ფერხულში ჩავებად და კარგი ქოჩარი მოვცხოთ და ქურთულში არის ორიგინალში ესე შევეკნივე შევედალო დიგრანია ხევედა შევეკნივე შევედალო დიგრანია ხევედა დესტე ხვედა დესტე მენლობინრონია ჰევედა დესტე ხვედა დესტე მენლობინრონია ჰევედა ერთი ჯემბე მინდა ეხლა და ლობერდე ლაუდესტე მომბერდე ევინიფ კულუდერდე დე ლაუდესტე მომბერდე ევინიფ კულუდერდე დე ლაუდესტე მომბერდე აი ეს რეაქცია ქონდათ რომ მოისმინეს ეს ჯანე დიტო ჯან სერჭო მურაჰატ ან შეს თვალებს ვენნაცვალე ეს არის ამ მათი დალოცვა რა დილით რომ ესამები კურს იეზი წეთყვი სვახერატა როშხერატა ევახერატა დილა შუადღეს აუცილებლად პასუხად გიბრუნებს სერჭო მურაჰატ შენს თვალებს ვენაცვალე ჭაო არის თვალები 2007 წლიდან ვიდრე კოვიდამდე სულ პატრიარქთან მღეროდ მინიმუმ 4 ჯერ და რა თქმა უნდა რო დამირეკავდნენ საპატრიარქოდან თხოვნა იყო რომ მემღერა სულ თუშურის სიმღერები ხო ვინაიდან და რადგანაც ჩვენი უწმინდესი და უნიტარისი არის სნოდან მთელი ამ წლების განმავლობაში რომ ამ თუშურს მღეროდი უკვე ნუ რეაქცია პირველად როგორიც ქონდა ისეთი აღარ ქონდა მეასეჯერ ხო ამიტომ მე სულ ყველა მისვლაზე მქონდა სურვილი რომ ყოველთვის გამეკვირვებინა და ერთ-ერთი შეხვედრა იყო რომ პატრიარქთან იყო საბერძნეთიდან ჩამობრძანებული ასე ვთქვათ კიდევ ვიღაც ხო არ მაღალი იერარქი იყო ძალიან ისეთი რომ აი სამთავრობო დონეზე იყო შეხვედრა პატრიარქთან და მათ შორის იყვნენ ლოტბარები ცხონებული ანზორ ერქომაიშვილი ენათ მეცნიერები პროფესორები და ძალიან ისეთი საზოგადოება იყო და რა დამემართა გეტყვი ესე იგი რომ მივედი ისე ჩვეულებრივად უნდა მემღერა თუშური და რო დავჯექი უკვე ჩემ ასე ვთქვათ ადგილას რომ მოვთავსდი იქ აი ეგეთი გათიშვები მემართება ოღონდ გათიშვა რამე კი არ მავიწყდება აი ბიტიშები რაღაცა ის ამბავი რაც დაგეგმილი მქონდა აღარ მინდება და სპონტანურად მოდის აი მუზასავითა როგორც პოეტს მოსდის მუზა ისე მომდის მეც მუზა და ესე იგი მოვიდა ეგეთი მუზა რო ეხა უცებ გამახსენდა რომ პატრიარქი არის დაბადებული კი ბატონო სნოში მაგრამ გაზრდილი არის ვლადიკავკაზში ასე რომ ოსური როგორც ენა ისევე მუსიკა ფოლკლორი ზედმიწევნით კარგად იცის და ეს წამოვიდა და მაშინ იქ უმღერეს სრულიად ორიგინალში რა სრულად ოსურად უმღერე და აი პატრიარქის რეაქცია იყო საოცარი აი ბოლომდე მოისმინა ისეთი რა აი რაღაცნაირი გაღიმებული სასიამოვნო სახით და მე რო დამთავრდა აი აქ დაუკრა ტაშტე რაც ჩემთვის იყო აი დიდი ბედნიერება და ამან მომცა ინსპირაცია რომ მე გამეკეთებინა ოსური ქართულ ოსურად რომ ყველა ქართველისთვისაც გასაგები ყოფილიყო ნუ ოსურ სიმდის მელოდიაზე და რა თქმა უნდა იქ ოსებისთვისაც გასაგები რო ყოფილიყო და ამიტომ ჯერ ქართული ტექსტი დაიწერა ძალიან ლამაზი ტექსტი რომელიც აი შემრიგებლურ ასე ვთქვათ შინაარსს ატარებს და მე უკვე ორიგინალში იმ თარყათ თუ ბალას რასაც მღერდი და ამიტომ ამ ვერსიას ვიმღერებ რა მე Drom siqvaruli sashalatvaliyo Amitom vehar mohkaritvalio Gaprindi rogorts nazizmanebao Nu tu islebi argenanebao
სიყვარულის ვწავდეს ალმურიო ჩემი სიმდით და შენი დაბლურითო Balasının kalınne konao Oyma kalınne konao Kıkkala vattar kadı karonao Oyma kadı karonao Nannaye bu çizginin oyma konao Como atar kave karoma Oy ma kave karoma Stai kırmam mırdvayenco Kınnadzavayen mayonah bazano İri çizitay kırmam mırdvayenco Kınnadzavayen mayonah bazano Kuratı fayton karete bazano Tahudu yedon sarnay gasato Oy ma confetta khazano Tito, ფინალისკენ რო წავიდეთ, რა შეიძლება კიდე რო შევასრულოთ, ოღონდ გარმონზე. და თან რაღაცა შენი სურვილებიც რო გვითხრა, ის რომ აუცილებლად შემდეგი გადაღება გადავიღოთ იქ. აი, სურვილს რაც შეეხება, რაც წეღანი მითხარი, მე აი ერთ სურვილს დავტოვებდი. ოღონდ არ მინდა რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს და მაქსიმალურად მალე კონდეს გადაცემა ჩემს ხეობაში, ახალგორის ხეობაში, ქსნის ხეობაში და იქ უკვე რაღაცა ჩათვალე რომ ის გადაცემა ჩაიწერება 64-ში, შეიძლება ასე ითქვას. Istaba matsihe gadeches Poliadines tazeda Kamaiqvanes lamazi Ceremeliadines tazeda Kamaiqvanes lamazi Ceremeliadines tazeda Nebavin moktsat mazeda Saitamigidit egakali Nebavin moktsat mazeda Kistamadan tiulma kheliga
შვიდი ქისტი და მთიული გავიდნენ საომარზე და შვიდი ქისტი და მთიული გავიდნენ